ბიზნეს პარტნიორის ეთერში რუბრიკა ფინანსური სექტორის დროა, რომლის ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის ხდომის შედეგებს მიმოვიხილავთ. სების გადაწყვეტილებით რეფინანსირების განაკვეთი უკვე მეათედ უცვლელად 8%-ზე შენარჩუნდა, მაგრამ ცვლილება განიცადა მარეგულირებლის პროგნოზმა მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის მიმართულებით და მათი მოლოდინით ზრდა წელს 6.7%-ის ნაცვლად 7.4% იქნება. ინფლაციური პროცესები, შიდა ფაქტორები და გლობალურად არსებული გაურკვევლობა რა გამოწვევებია რას ითვალისწინებს მაღალი ინფლაციური და დაბალი ინფლაციური რისკების სცენარები და როგორია სების მონეტარული პოლიტიკა, მათ შორის საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით. თემის დეტალებს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსთან თამთა სოფრომაძესთან განვიხილავთ. თამთა, მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის და თქვენი დროისთვის. მოგესალმებით, მივესალმები ასევე მაყურებელს და დიდი მადლობა მოწვევისათვის. ბუნებრივია, საუბარი დავიწყოთ მონეტარული პოლიტიკის ხდომის ბოლო გადაწყვეტილებით, რაც რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვებას ეხება. საინტერესოა ვისაუბროთ იმ ფაქტორებსა და არგუმენტებზე, რაც აქვს ეროვნულ ბანკს და მნიშვნელოვანი წვლილი გლობალური გაურკვევლობის გათვალისწინებაც არის ამ ნაწილში კვლავ. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი კვლავ აგრძელებს ფრთხილ მიდგომას განაკვეთთან დაკავშირებით და განაკვეთის შემდგომ შემცირებასთან დაკავშირებით, იქედან გამომდინარე, რომ როგორც ახსენეთ, გლობალურად გაურკვევლობა კვლავ მაღალ დონეზე ნარჩუნდება და აქედან მომდინარეობს გარკვეული ტიპის რისკები. ყოველთვის, როდესაც მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი იღებს გადაწყვეტილებას, ეს შედგება შემდეგი კომპონენტებისგან. ერთი არის თუ რა პროცესები არის დღის მდგომარეობით, რას მოველით მომავალში და რა რისკებს ვხედავთ. ეხლა რომ გავაანალიზოთ თითოეული კომპონენტი. ინფლაციის კუთხით მოგეხსენებათ, რომ საქართველოში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს ნარჩუნდება. ბოლო მდგომარეობით, ივნისის მდგომარეობით 4% იყო, მიზნობრივი მაჩვენებელი არის 3%. მიზნობრივ მაჩვენებელთან შედარებით ზომიერი ზრდა 4%-მდე ძირითადად განპირობებული არის დაბალი ბაზით, იქედან გამომდინარე, რომ წინა წელს საკმაოდ დაბალი იყო ინფლაცია, მოგეხსენებათ, გასულ წელს საშუალოდ 1.1% იყო ინფლაცია და ასევე საერთაშორისო ბაზრებზე, სურსათის ნედლეულზე, გარკვეულ ნედლეულზე არის ფასების ზრდადი ტენდენცია, რაც ასევე გადმოეცემა ადგილობრივ ეკონომიკას. რაც შეეხება ინფლაციის პროგნოზს, წინა პროგნოზთან შედარებით ინფლაციის პროგნოზი უცვლელი დარჩა და საშუალოდ 25 წელს 3.8% იქნება. მიმდინარე მდგომარეობაც ფაქტიურად მიუყვება იმ ცენტრალურ სცენარს, რაც ჩვენ კომიტეტის წინა პროგნოზის დროს აპრილის თვეში გამოვაქვეყნეთ. მოსალოდნელი იყო, რომ დაბალი ბაზის გამო ძირითადად ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელთან შედარებით ზომიერად გაიზრდებოდა, თუმცა შემდეგ დაუბრუნდება მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს. თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, ინფლაციური რისკები, მიუხედავად ამისა და ჩვენი პროგნოზებისა, ინფლაციური რისკები არის საკმაოდ მწვავე. იქედან გამომდინარე, რომ გაურკვევლობა, სატარიფო პოლიტიკა ისევ ბუნდოვნებით არის მოცული. სატარიფო პოლიტიკას რაც შეეხება, იყო გარკვეული გადავადება, დღის მდგომარეობით ეფექტური ტარიფები, რაც არის დაანონსებული, შედარებით უფრო ნაკლებად მწვავეა, ვიდრე ეს აპრილში იყო. საქართველოზე ამას პირდაპირ გზით გადმოცემა არ ექნება, იქედან გამომდინარე, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენი პირდაპირი ძირითადი პარტნიორი ქვეყანა არ არის, თუმცა არაპირდაპირი გზებით თუ გლობალურად მაღალი ინფლაციური გარემო ჩამოყალიბდება, იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ მცირე ზომის ღია ტიპის ეკონომიკა ვართ, თავისთავად ეს გადმოგვეცემა ჩვენ. ეს არის ერთი ძირითადი რისკი და მეორე ძირითადი რისკი არის გეოპოლიტიკური მდგომარეობა, გეოპოლიტიკური ახლო აღმოსავლეთში გეოპოლიტიკური ვითარების ესკალაციამ ასევე შესაძლებელი არის გამოიწვიოს მაგალითად ნავთობის ბაზარზე ფასების ზრდა, რაც ვიხილეთ ჩვენ წინა პერიოდებში, როდესაც ესკალაცია მოხდა გეოპოლიტიკური მდგომარეობის, მყისიერად აისახა ნავთობის ფასებზე, თუმცა ფრაგმენტული ზრდაც კი მყისიერად აისახა, შესაბამისად არსებობს რისკები, რომ უფრო განგრძობით პერიოდში ზრდამ შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს. დიახ, ეს რადგანაც მყისიერად მოხდა, ზოგადად საერთაშორისო ბაზრები საკმაოდ სწრაფად რეაგირებს, იქედან გამომდინარე, რა მოლოდინით ჩამოყალიბდება, ამ მოლოდინიდან გამომდინარე არსებულ ფასზე მყისიერად ახდენს გავლენას. მიუხედავად იმისა, რომ ეს
დაძაბულობა და ეს ესკალაცია იყო საკმაოდ მოკლევადიანი და რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდა. აისახა, თუმცა მაშინ როდესაც მოგვარდა და შესაბამისად აღარ იყო ესეთი მყისიერად დასტაბილურდა და თუ ვთქვათ ისევ მოხდება რეესკალაცია ამ სიტუაციის, ეს ასევე მოსალოდნელი არის რომ აისახოს ნავთობის ბაზარზე. სწორედ აი ამ რისკებიდან გამომდინარე, რომ რისკები მეტწილად არის უფრო მაღალი ინფლაციური ვიდრე დაბალი ინფლაციური, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი ითვალისწინებს შესაძლო რისკების რეალიზების შემთხვევაში რა ეკონომიკური მოცემულობა გვექნება და გადაწყვეტილებას იღებს იქედან გამომდინარე, რაც არის ყველაზე ოპტიმალური. ნებისმიერი რისკის რეალიზების შემთხვევაშიც, რომ ეკონომიკური მდგომარეობა იყოს სტაბილური საქართველოში. სწორედ აი ამ მიდგომამ განაპირობა ის, რომ ბოლო წლების განმავლობაში საკმაოდ ესეთი როგორც გეოპოლიტიკური დაძაბულობა არის, გლობალური ეკონომიკის გამოწვევა, ასევე თუნდაც სატარიფო ომი და ასე შემდეგ და ზოგადად მაღალი ინფლაციური გარემოც ბოლო წლებში სახეზი არის გლობალურად. და აი ამ პერიოდის განმავლობაში მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი აი რისკების მინიმიზების მიდგომიდან გამომდინარე ირჩევდა ისეთ ოპტიმალურ ტრაექტორიას მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის, რომ საქართველოში ფასების სტაბილურობა სტაბილური ყოფილიყო და მიღწეული ყოფილიყო. და სწორედ ამ მიდგომამ განაპირობა ის, რომ ჩვენთან 2023 წლის დასაწყისიდან ინფლაცია მიზნობრივი მაჩვენებლის ქვემოთ იყო, ეხლა ისევ ახლოსაა, თუმცა ზომიერად არის გაზრდილი. პროგნოზს მიყვება და ამავე პროგნოზით საშუალოდ 3.8% იქნება და 2026 წლის დასაწყისში დაუბრუნდება მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს. კი ბატონო, მონეტარული პოლიტიკის მიდგომა ფრთხილი ნარჩუნდება კვლავ, არ შეცვლილა ინფლაციის პროგნოზი, მაგრამ შეიცვალა პოზიტიურისკენ ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6.7-დან 7.4%-მდე, როგორც უკვე აღნიშნეთ. საინტერესოა ვისაუბროთ ამ ნაწილშიც ფაქტორებზე და არგუმენტებზე, რამაც სეფს კონსერვატული მიდგომის მიუხედავად უბიძგა ამ გადაწყვეტილებისკენ. მთავარი ფაქტორი არის ის, რომ რეალურად ჩვენ რასაც ვხედავთ 2025 წლის პირველი ნახევრის განმავლობაში, საკმაოდ არის და მედეგი არის მაღალი ეკონომიკური აქტივობა. აი თქვენ დასაწყისში, გადაცემის დასაწყისში აღნიშნეთ, რომ სწორედ დღეს გამოქვეყნდა ასევე ივნისის მონაცემი და საშუალოდ 2025 წლის პირველ ნახევარში ეკონომიკის და იყო 8.3. ჩვენთვის ასევე მთავარი არის თუ რა არის ეკონომიკის ჯამური წარმოების პოტენციალი და ეროვნული ბანკის შეფასებით გასულ წლებში და ასევე მიმდინარე წელსაც მაღალი ეკონომიკური ზრდა ასევე განპირობებული იყო ჯამური ეკონომიკის საწარმოო პოტენციალის ზრდით. კერძოდ ბოლო წლების განმავლობაში მოხდა გარკვეული სტრუქტურული ცვლილებები ეკონომიკაში. ძირითადად გადანაცვლება მოხდა ისეთი ტიპის სექტორებში, რომელიც უფრო მაღალ პროდუქტიულია და უფრო მეტ დამატებულ ღირებულებას ქმნის ეკონომიკისათვის. მაგალითად, როგორიც არის IT სექტორი, IT სექტორი ასევე ხორციელდება IT სექტორის ექსპორტით და აქვე აღნიშნავ, რომ პირველი კვარტლის საგადასახდელო ბალანსის მონაცემებითაც საკმაოდ მაღალი ზრდა იყო IT სექტორის ექსპორტის მიმართულებით და მთლიანში და პროდუქტთან 3.4% შეადგინა. ეს არის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი. შესაბამისად, გარკვეული დროის შემდეგ ეს მაღალი ეკონომიკური ზრდა ეტაპობრივად გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდას დაუახლოვდება, ამის ნორმალიზაციის გარკვეული ნიშნები გამოიკვეთა, თუმცა ეს პროცესი უფრო ნელი ტემპით მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენი მოლოდინი იყო, თუნდაც აი წინა კვარტლის პროგნოზის დროს. ეს იყო მთავარი მიზეზი, ანუ მიმდინარე ეკონომიკური მდგომარეობა და ასევე რადგას ამ ეკონომიკური აქტივობის უკან რაც უკვე ფაქტია და სახეზი არის. კი ბატონო, საინტერესოა ასევე შევეხოთ მაღალ ინფლაციურ და დაბალ ინფლაციურ რისკის სცენარებს, რაც არის ფრთილად მიმოხილული საბოლოოდ მონეტარული პოლიტიკის ხდომის რელიზში, რომელიც გამოქვეყნდა. საინტერესოა ერთის მხრივ რის მიხედვით არის შედგენილი, თქვენ ისაუბრეთ გარკვეულ არგუმენტებზე უკვე ამ ნაწილში და ასევე თითოეულის რეალიზების შემთხვევაში მოქმედების მექანიზმი რა იქნება, მოკლედ რომ გითხრათ. გარკვეულწილად უკვე ვისაუბრეთ მაღალ ინფლაციურ სცენარზე და მოკლედ ისევ გავიმეორებ, რომ მაღალ ინფლაციურ სცენარში ძირითადად მოაზრებული არის რისკები, თუნდაც სატარიფო პოლიტიკის მიმართულებით, თუ როგორ განვითარდება და როგორ გადაეცემა მსოფლიო ინფლაციას ეს სატარიფო პოლიტიკა, მეორე ასევე გეოპოლიტიკური მდგომარეობა. საგარეო რისკებიდან ძირითადად არის ეს და ამის უფრო მეტად მწვავედ განხორციელება, ვიდრე დღევანდელი მდგომარეობა გვეუბნება,
შედარებით უფრო მაღალ ინფლაციას ჩამოაყალიბებს გლობალურად, რაც შესაბამისად შემდეგ საქართველოსაც მოახდენს გავლენას. თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ცენტრალურ სცენარშიც რა თქმა უნდა ეს მდგომარეობა სატარიფო პოლიტიკის მიმართულებით, ასევე გეოპოლიტიკური მდგომარეობის მიმართულებით რაც არის, ეს ასევე უკვე არის ასახული, თუმცა მაღალ ინფლაციურ სცენარში შედარებით უფრო მწვავედ, მოსალოდნელზე უფრო მწვავედ განვითარებას მოვიაზრებთ მოვლენების. ამ შემთხვევაში შედარებით უფრო მაღალი ინფლაცია ჩამოყალიბდება და ეროვნული ბანკი მზად არის იმისთვის, რომ თუ გლობალური ეკონომიკური მდგომარეობა და მათ შორის საქართველოში ამ სცენარის მიხედვით განვითარდება, გამკაცრება პოლიტიკის განაკვეთის დადს მოუწევს ამ შემთხვევაში, მაღალი ინფლაციური რისკების რეალიზების შემთხვევაში. თუმცა მეორე მხრივ უნდა აღვნიშნოთ ისეთ, რომ რისკები მხოლოდ მაღალი ინფლაციური არ არის, ასევე შესაძლებელი არის უფრო დაბალი ინფლაციური სცენარიც განვითარდეს. ამის მაგალითი არის გლობალურად სუსტდება დოლარი და მოსალოდნელზე უფრო დიდხანს გაგრძელდა ეს პროცესი და თუ ეს პროცესი მომავალშიც ესე სუსტი დოლარი გლობალურად შენარჩუნდება, ეს რა თქმა უნდა ჩვენზეც გაცვლითი კურსის არხით ინფლაციაზე მოახდენს გავლენას და ინფლაცია შედარებით შეამცირებს. ასევე ჩვენ ვისაუბრეთ ეკონომიკურ აქტივობაზე და თუ ეკონომიკური აქტივობა რადგანაც მაღალ პროდუქტიული სექტორებიდან მოდის, თუ ეს პროცესი ხანგრძლივად შენარჩუნდა მომავალშიც, ამასაც გარკვეული დისინფლაციური ეფექტი ექნება, იმიტომ რომ როდესაც საწარმოო პოტენციალი იზრდება, შესაბამისად ამას ფასებზე დისინფლაციური ეფექტი აქვს. ეს არის ორი ძირითადი რისკის სცენარი და ამ რისკების ანალიზიდან გამომდინარეც და თუ რა იყო ოპტიმალური ქცევა მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მხრიდან, ეს იყო უცვლელად დატოვება ამ ეტაპზე, დავაკვირდებით მიმდინარე მოვლენებს და შემდგომ სხდომებზე თუ რომელი სცენარი იქნება უფრო რეალისტური, იქიდან გამომდინარე მიიღებს კომიტეტი გადაწყვეტილებას. და ასევე ალბათ ამ ნაწილში მნიშვნელოვანია თქვენ ახსენეთ შესუსტებული დოლარი და ლარის კურსის მყარი პოზიცია და სტაბილურობაც ვახსენოთ, რაც სხვათა შორის საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერაც იქნა აღნიშნული და მათ ხაზი გაუსვეს ამ ფაქტორს. ამ ნაწილში სტაბილურობა შენარჩუნდება, როგორია თქვენი პოზიცია? ზოგადად, გაცვლითი კურსი, იქიდან გამომდინარე, რომ მცირე ზომის ღია ტიპის ეკონომიკა გარკვეულწილად ძალიან ბევრ ფაქტორზე არის დამოკიდებული. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის თუ როგორი იქნება მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები. როდესაც მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები არის ძლიერი, ეს პოზიტიურ გავლენას ახდენს გაცვლით კურსზე. ამ მიმართულებითაც, რასაც ვაკვირდებით, უკვე ვახსენეთ საგადასახდელო ბალანსის პირველი კვარტალის მონაცემები, მეორე კვარტალის მონაცემებზე გარკვეულ ინდიკატორებზე წინასწარი მონაცემები, რაც არსებობს როგორც საქსტატის, ასევე ეროვნული ბანკის მხრიდან, არის ის, რომ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები მეორე კვარტალში 5%-ით გაიზარდა, იზრდება ფულადი ქსავნილები დაახლოებით 12%-ით არის გაზრდილი, ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები მეორე კვარტალში მზარდი არის, მაშინ როდესაც იმპორტის და შედარებით სუსტი არის. აქედან გამომდინარე, საგარეო შემოდინების და გადინების ბალანსის კუთხით საკმაოდ პოზიტიური ტენდენციები არის, რაც თავისთავად აისახება გაცვლით კურსზე და ამას დამატებით ხელს უწყობს დოლარის გლობალური შესუსტებად. ყოველთვის გაცვლითი კურსი, იქედან გამომდინარე, რომ ცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი გვაქვს, დამოკიდებული არის მაკროეკონომიკურ ფუნდამენტურ ფაქტორებზე, რაც დღის მდგომარეობით, როგორც ხედავთ, არის საკმაოდ ძლიერი. და ამ ყველაფერს უკვე საკმაოდ გრძელვადიანი ეფექტი აქვს, რაც არის საზოგადოებისთვის დიდი ნაწილისთვის მნიშვნელოვანი და მისასალმებელი. რა თქმა უნდა, საერთაშორისო სავალუტო ფონდი ვახსენეთ ჩვენ და თქვენი ბოლოს სტუმრობა ჩვენი რუბრიკის ფარგლებში შეეხებოდა სწორედ მეოთხე მუხლის მისიის ფარგლებში, მათ ვიზიტს საქართველოში. ბრიფინგის შემდეგ იყავით თქვენ ჩვენი სტუმარი და ვრცლად მიმოიხილეთ და ანალიზი გააკეთეთ იმ აქცენტების, რაც IMF-მა დასვა ახლა უკვე ხელმისაწვდომია მათი საბოლოო ანგარიში, სადაც საქართველოს ეროვნულ ბანკს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, შეიძლება ითქვას და განსაკუთრებით ხაზგასმულია საერთაშორისო სავალუტო რეზერვების ნაწილი. სწორედ ამ ნაწილში მინდა გკითხოთ, ჩვენ ბრიფინგის დროს მოვისმინეთ, რომ ისინი მიესალმებიან ეროვნული ბანკის პოლიტიკას რეზერვების დაგროვების მიმართულებით და ასევე ურჩევენ მას, რომ გააგრძელოს ის ტენდენცია, რაც არის შენარჩუნებული საბოლოო მონაცემით უკვე 4 მილიარდ 700 მილიონი დოლარი
ახალია ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო სავალუტო რეზერვები და წლის პირველ ნახევარში 879 მილიონით არის გაზრდილი საკმაოდ მნიშვნელოვანი კლების შემდეგ ეს მონაცემი. როგორია თქვენი შეფასება IMF-ის შეფასების პარალელურად და როგორია ასევე თქვენი გეგმები რეზერვების დაგროვებასთან მიმართებით? საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებები, რაც ეხლახანს გამოქვეყნდა რამოდენიმე დღის წინ სრული რეპორტი, სრულად თანხვედრაში არის ეროვნული ბანკის პოლიტიკასთან. მათ დაასახელეს, რომ ერთ-ერთი პრიორიტეტი, რაც უნდა დარჩეს ეროვნული ბანკის, ეს არის რეზერვების დაგროვება და ჩვენ ამ პოლიტიკას მივყვებით წლის დასაწყისიდან კერძოდ აი ამ მაკროეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე სავალუტო ბაზარზე არის შესაძლებლობა იმისთვის, რომ რეზერვები დავაგროვოთ, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ივნისის ბოლოს პირველი ნახევრის მდგომარეობით ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო რეზერვები უკვე 879 მილიონით შეავსა. და თავისთავად ცოტათი დაგვიანებით ვხვდებთ ჩვენ სტატისტიკას ინტერვენციების მიმართულებით და ივლისის ინტერვენციების შესახებ აგვისტოს ბოლოსთვის გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი. ეს არის ჩვენთვის ყოველთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი, იქედან გამომდინარე, რომ სავალუტო რეზერვი ეს არის მაკროეკონომიკური სტაბილურობის გარანტორი. აქვე მინდა ერთი ფაქტსაც გავუსვა ხაზი, რომ გარდა იმისა, რომ აი ხედვა და მიმართულება საერთაშორისო სავალუტო ფონდის და ეროვნული ბანკის როგორც ამიმართულებით, ასევე სხვა მიმართულებითაც არის თანხვედრაში, სავალუტო ფონდმა პარალელურად გამოაქვეყნა კვლევა სავალუტო ინტერვენციების როლთან დაკავშირებით მონეტარულ პოლიტიკაში. ეს ცალკე ამ ანგარიშთან ერთად ცალკე კვლევის სახით არის გამოქვეყნებული. აქ არის აღნიშნული ინტერვენციების როლზე მონეტარულ პოლიტიკის წარმართვისას და შეფასებული იყო ბოლო წლების 2020-2024 წლების სავალუტო ინტერვენციების პოლიტიკა და თუ რა მოიტანა ამ პოლიტიკა. ერთი არის, რომ ინტერვენციების მიზანი ყოველთვის მეტწილად მიმართული არის იმაზე, რომ რეზერვები ადეკვატურ დონეზე გქონდეს და ის იყოს მაკროეკონომიკური სტაბილურობის გარანტორი, თუმცა ესევე ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილურობასაც უწყობს ხელს და რა მიმართულებით. როდესაც ანუ ქვეყანა არის მცირე ზომის ღია ტიპის ეკონომიკა და მისი სავალუტო ბაზარი არის საკმაოდ ესეთი მცირე მასშტაბიანი, ასეთ შემთხვევებში, როდესაც არის კაპიტალის გადინება ან ერთჯერადი ფაქტორები, რაც გაცვლით კურსზე მოკლევადიან ზეგავლენას ახდენს, მიზანშეწონილია, რომ ეს სავალუტო ინტერვენციებით იყოს განეიტრალებული. სწორედ ეს პოლიტიკა აქვს საქართველოს ეროვნულ ბანკს. და სწორედ ამაზე არის სავალუტო ფონდის კვლევა გამოქვეყნებული, რომ ასეთი ტიპის დროს ეს არის მიზანშეწონილი და მათ როდესაც შეაფასეს 2020-2024 წლის პერიოდი, იქ არის აღნიშნული, რომ ეროვნულ ბანკს ესეთი ტიპის სავალუტო ინტერვენციების პოლიტიკა რომ არ ქონდა და ინფლაცია იქნებოდა შედარებით მაღალი და საპროცენტო განაკვეთებიც იქნებოდა შედარებით მაღალი. ამ მიმართულებითაც საკმაოდ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ როგორც სავალუტო რეზერვის ადეკვატურ დონეზე შენარჩუნების მიმართულებით, ასევე ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილურობასაც ინტერვენციები უწყობს ხელს. ეს არის ინტეგრირებული მაკროეკონომიკური ჩარჩო, რომელიცაც ავითარებს საერთაშორისო სავალუტო ფონდი და ამ ძირითად პრინციპებს იზიარებს საქართველოს ეროვნული ბანკიც მონეტარული პოლიტიკის წარმართვისას. კი ბატონო, მადლობა ამ შეფასებისთვის და საინტერესო ინფორმაციისთვის, რაც პრინციპში ახალია ჩვენი მაყურებლისთვის ალბათ. და ბოლოს ჩვენი მთავარი სასაუბრო თემა დღეს იყო რეფინანსირების განაკვეთი, მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილება და მინდა გკითხოთ 10 სექტემბერს არის შემდეგი სხდომა ჩანიშნული. მიუხედავად იმისა, რომ სებში არ გიყვართ წინასწარ პროგნოზის გაკეთება შემცირდება თუ გაიზრდება, მაინც მინდა გკითხოთ თუ 10 სექტემბერი არა, მაშინ წლის ბოლომდე მოლოდინი როგორია? უფრო მეტად დაბალი ინფლაციური სცენარისკენ იხრებით თუ მაღალი ინფლაციური? ჩვენ სცენარებში ცენტრალური სცენარი ასახავს ყველაზე მეტად დღევანდელი გადმოსახედიდან, როგორ ხედავს მოვლენების განვითარებას საქართველოს ეროვნული ბანკი. როგორც არაერთხელ აღგვინიშნავს ეროვნულ ბანკში, რომ ჩვენთვის გრძელვადიანი საპროცენტო განაკვეთი, სადამდეც სხვა თანაბარ პირობებში ეროვნული ბანკი გააგრძელებს შემცირებას, ეს არის 7%. დღევანდელი მდგომარეობით არის 8%, შესაბამისად არის გამკაცრებულ პოზიციაზე მონეტარული პოლიტიკა. იქედან გამომდინარე, რომ ვირჩევთ ფრთხილ მიდგომას რისკებიდან გამომდინარე. რადგან ჩვენ გვახსოვს 10 და 11% იყო და 11-დან 8%-მდე ინფლაციური, დადებითი ინფლაციური პროცესების თანაბრად შემცირდა პროცენტიც. თუ
მოვლენები განვითარდება ისე, როგორც ცენტრალურ სცენარში გვაქვს მოცემული, რომ ინფლაცია დროებით იქნება ზომიერად გასდილი მიზნობრივ მაჩვენებელთან შედარებით და ცენტრალური სცენარი რეალისტება მომავალში, ეროვნული ბანკი ეტაპობრივად თუმცა ფრთხილი ბიჯებით გააგრძელებს საპროცენტო განაკვეთის შემცირებას საშუალოვადიან პერიოდში 7%-მდე. თუმცა თუ დავინახეთ, რომ რომელიმე სცენარის მიმართულებით ან მაღალი ინფლაციური ან დაბალი ინფლაციის მიმართულებით რეალისტება რისკები და საჭირო იქნება მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება, მზად ვართ რომ გავამკაცროთ ან პირიქით თუ დაბალი ინფლაციური რისკის სცენარი რეალისტა, შესაბამისად შესაძლებლობა გვექნება რომ უფრო სწრაფად შევამციროთ და 7%-მდე. საბოლოო ჯამში მთავარი არის ის, რომ ფასების სტაბილურობა, რაც არის მაკროეკონომიკური სტაბილურობის საფუძველი, ეს იყოს უზრუნველყოფილი და ეროვნული ბანკის პოლიტიკა, ეროვნული ბანკის თითოეული ნაბიჯი მიმართული არის იმისკენ, რომ ეს ფასების სტაბილურობა, რაც დღესდღეობით და ბოლო წლების განმავლობაში წარმატებით არის მიღწეული საქართველოში, ეს მდგომარეობა შენარჩუნდეს. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, საინტერესო საუბრისთვის, დაგემშვიდობებით. სხვათანაბარ პირობებში უკვე რა გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს ეროვნული ბანკი ამას შემოდგომაზე გავიგებთ რეფინანსირების მიმართულებით. დაგემშვიდობებით და გელოდებით ახალი სეზონიდან, რა თქმა უნდა, სიახლეებით ჩვენთან სტუდიაში. მაყურებელს შევახსენებ, ჩვენი სტუმარი იყო თამთა სოფრომაძე, საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსი.